მშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა, რომელსაც მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში მე ჟურნალისტი ლიკა მეგუთლიშვილი გავუძღვები. დღეს კვლავაც და უცვლელად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ვსაუბრობთ და მის გავლენას როგორც ბიზნესზე, ისე ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მიმოვიხილავთ. გადაცემის ანონსი ვნახოთ ახლა და რამდენიმე წამში ისევ პირდაპირ ეთერში ვართ. საქმიან კვირას და 4 შაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ის გამორჩეულ ტელეპროექტში 18 დეკემბერს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ ნინო მარგველაშვილს და ბაია ლომსაძეს. მენტალური ჯანმრთელობა ჩვენი ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ფიქრებზე, გრძნობებსა და ქმედებებზე. იგი ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვობაში, ისე ზრდასრულ ასაკში და უპირველესად ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობისთვის გვჭირდება, არის სწორი ინფორმაციის ქონა მასზე და მის მნიშვნელობაზე. საინტერესოა, რა სჭირდებათ დღეს ადამიანებს ქვეყანაში მიმდინარე რთული ვითარების ფონზე. ამ კითხვებზე პასუხის პოვნაში ქალების ნარატივის პირდაპირ ეთერში კაიკონას თანადამფუძნებელი ნინო მარგველაშვილი დაგვეხმარება. მეწარმეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მხარდასაჭერად თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობას ემიჯნებიან და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, სპეციალური ონლაინ პლატფორმა Happy EU-R შეიქმნა. პლატფორმაზე მეტ დეტალს ქალების ნარატივში პლატფორმის თანადამფუძნებელი ბაია ლომსაძე გაგვენდობს. სიახლეებით ქალი მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ის პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. პერმანენტული შფოთვა, სტრესი, უძილობა, შიშის განცდა და მუდმივი დაძაბულობა. ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია იმ განცდების, რასაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ არაერთი ადამიანი განიცდის და ის რეალობა, რის წინაშე 28 ნოემბრიდან აღმოჩნდით, ცხადია საკმაოდ მძლავრ გავლენას ახდენს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. ქვეყანაში არსებული კრიზისის კვალდაკვალ რა გვჭირდება დღეს ადამიანებს და როგორ უნდა მართოთ ემოციები ასეთ რთულ ვითარებაში, თემაზე პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატფორმა კაიკონას დამფუძნებელი ნინო მარგველაშვილი გვერდდება, რომელთან ერთადაც განვაგრძობთ საუბარს. ნინო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ასეთ საჭირო და მნიშვნელოვან თემაზე ჩვენთან სტუმრობისთვის. აი როგორც ვახსენე, ძალიან ბევრი სიმპტომია, ხო, რომელსაც ამოიცნობს ადამიანი ერთს მაინც საკუთარ თავზე აი ძიმე კრიზისის კვალდაკვალ, რაშიც აღმოუჩნდით ყველა ერთად. პირველ რიგში ამ რთულ ვითარებას რამდენად დიდი ზეგავლენა აქვს ადამიანების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მათ შორის რამდენად შეიძლება რომ ვერ ვაცნობიერებდეთ და გქონდეს მას გავლენა და რამდენად შეიძლება იყოს ეს გრძელვადიანი პერიოდის ასე ვთქვათ პრობლემა და არა რაღაცა გაქრობადი კრიზისის დასრულების შემდეგ. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობას რომ მაძლევთ. მე ვიტყოდი, რომ ეხლა გარემოდან გამომდინარე ჩვენი ფსიქოემოციური მდგომარეობა არის გამწვავებული, თუმცა ბოლოსკენ ახსენეთ, ეს არ დაწყებულა აი 28 ნოემბერს. იმიტომ რომ ზოგადად როგორც ვარსებობთ საქართველოს რა ისტორიაც ჰქონდა, როგორი რა გამოცდილებების ჰქონდა მწვავე, ეს გავლენას ახდენს და ახდენდა მუდმივად ჩვენს ფიზიოლოგიაზე, ჩვენს ემოციურ, ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ ეხლა, როდესაც გამწვავებული არის მდგომარეობა, ეს ყველაზე კარგად ჩანს, როდესაც ადამიანები თვის კიდევ უფრო გართულებული არის ერთმანეთის მოსმენა, მაგალითად, როდესაც ადამიანები ბრას გამოხატავენ, რომელიც მისაღებია, ნორმალურია, ყველას ჩვენი ბრაზი გვაქვს, უბრალოდ რამდენად ეფექტური არის, ამაზე უნდა ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, ყველაზე მოქმედებს, ვინც ამასში პირადად მონაწილეობს და ვისაც ეს არ ეხება, იმ ადამიანებსაც კი ეს ყველაფერი მოქმედებს არაცნობიერად. ამიტომ ჩვენთვის ყველასთვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ერთმანეთის კარგად ყოფნა. ჩვენ უნდა ვუყურებდეთ ესე, რომ შენი კარგად ყოფნა ჩემთვის არის ძალიან სასარგებლო, იმიტომ რომ შენ თუ კარგად იქნები, შენ გარშემო მყოფი ადამიანებიც კარგად იქნებიან. კარგად ყოფნაში ვგულისხმობ რას, რომ შენი სხეული, ორგანიზმი
დაბალანსებულ მდგომარეობაში არის და შეუძლია გამოწვევებიდან გამომდინარე ცვლილებები მოახდინოს, მაგრამ მე ისევ დაუბრუნდეს შვიდ გაწონასწორებულ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი არის შვიდი შინაგანად, ხო? მისი გონება არის გაწმენდილი, ხედავს შესაძლებლობებს, როგორი რთული ვითარებაც არ უნდა იყოს და იქ აკეთებს თავის საუკეთესოს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ თემაზე საუბარი. თუმცა კი, აი, აქვე დავამატებდი ნინო, რომ ეს არ არის საუბარი მხოლოდ ის, რომ რასაც ვუყურებთ, ან მაგალითად რა მდგომარეობაც არსებობს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია და ეს გვაღელვებს. ძალიან ბევრ ადამიანს პირადად შეეხო ეს ყველაფერი. ჩვენ ვნახეთ, ხო? მუდმივი შიში დაჭერის, მუდმივი შიში ძალადობის, რომლებმაც მათ შორის განიცადეს პირადად და მათ შორის ვინც ამ ყველაფერს ვუყურებდით, ასევე სახლში ჩხრეკა, შესვლა, შევარდნები და ეს ყველაფერი ხო რამდენად მძიმე კვალს ტოვებს ადამიანებზე და რამდენად არის იმის არ ვიცი მკურნალობის მეთოდები რომ რაღაცნაირად მოკლევადი ამ პერიოდში ეფექტი ქონდეს რომ ამან დიდი ტრავმა არ მოახდინოს ჩვენს ფსიქოლოგიაზე. აბსოლუტურად გეთანხმებით, არის განსაკუთრებით ის ადამიანი, რომელიც პირადად გამოსცადეს ტერორი, ხო? ეს არის ამ დროს ადამიანი გრძნობს შიშს, ბრას, არ ვიცი, შეიძლება უსუსურობის განცდა, ანუ ფრუსტრაციის განცდა, უსუსურობის განცდა, ანუ ყველა ის ემოცია, რომელიც რეალურად ცდილობს, ანუ გონება ცდილობს, რომ შენ ან გაიქცე, ან ვიღაცას მივარდე და რაღაცა მოვაჭამო. ხო, ანუ ეს ორი მდგომარეობა არის, თუმცა გამუდმებით, როდესაც ცდილობენ, რომ ამ გზით მართონ კრიზისული სიტუაცია ვიღაცების დაშინებით, შიშზე დაფუძნებული, ხო? ადამიანების ნაწილის გონებისთვის შეიძლება ეს უკვე ჭარბი იყოს და შეუძლებელი იყოს ამოიღოს ხმა. შეუძლებელი იყოს, რომ ის რაც მისთვის, ანუ როგორც ფიქრობს, რისიც სჯერა, ამაზეც კი ისაუბროს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მართლა არ გადაიზარდოს შემდეგ უკვე დუმილში, შიში არ გაგრძელდეს პერმანენტულად ისე რომ ვერაფერი ვეღარ გაბედოს ამ ქვეყნის მოსახლეობამ. ერთს დავამატებ, მანამდე პირველ წინა შეკითხვაში თქვენ იყო, რომ შეიძლება რომ ეს შეიცვალოს და რა თქმა უნდა შეიძლება, უამრავი ახალი გზა და თერაპიული ხერხები არის, ბევრნაირი, არა მარტო კონვენციური, სადაც შეგვიძლია რომ ემოციური ტრავმებიც კი გარდავქნათ და ეს გამოიყენა როგორც ჩვენი რესურსი. ამიტომ არ შეგვეშინდეს ამის. ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომ სხეული შეიძლება უცბად გაშეშდეს, გაიჭედოს, ვეღარ ლაპარაკობ, მაგრამ ჩვენ დახმარებით, ერთმანეთის დახმარებით ამის დაძლევა არის შესაძლებელი. იმიტომ რომ თავის ტვინი სხეული არის მოქნილი პლასტური და ყოველთვის შეგვიძლია შევცვალოთ. ეხლა რაც მკითხეთ, რომ როგორ შეიძლება რომ ეს შევცვალოთ, ერთი მე ვფიქრობ, რომ არის პირველ რიგში გააზრება, როგორ მუშაობს გონება, ხო? და აი გაწმენდილი გონებით შეხედა, იმიტომ რომ ხშირად რაც გვჭედავს ადამიანებს, აი რაც აგვაცილებს თავიდან ის, რომ მე რო შემეშინდა, ან მე რო მაგალითად დღეს აქციაზე არ გავედი, თქვათ, ხო? უცბად ირთვება ახალი ფიქრები, რომ რატო არ გავდივარ, რა მჭირს, ნუ თუ ხო, ანუ ცალკე უცბად ჩნდება გონებაში ფიქრები, რომელსაც ცდილობს, რომ დაგაკნინოს, რომელსაც ცდილობს, რომ თავი გაგრძნობინოს, რომ შენ ესე იგი რაღაცა არ ხარ ისეთი, როგორიც უნდა იყო და აი ეს არის ის, რაც დამატებით გვჭედავს ადამიანებს, რომ აი ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ვიმოქმედოთ. ან ჩვენ გვგონია, რომ ეხა მე ვაგვარებ რაღაცებს, ხო, რომ მე ვფიქრობ და ვაბრალებ, რომ იმის ბრალია და ჩემი ბრალია და რა მჭირს და როგორ რატო ვერ ვაკეთებ და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის არაჯანსაღი გამკლავების გზა სტრესთან, რომელიც მაშორებს აქტიურ მოქმედებას. დახმარება რაც არის, მე მგონი ყველაზე საოცარი სანახაობა არის ერთობის განცდა, იმიტომ რომ ამ ერთად დგომის თუ ერთმანეთის დახმარებით უამრავი სიტუაცია არის, სადაც ადამიანებს გვიჩნდება აღრთოვანების განცდა. აღრთოვანება, აღტაცება
ტკბობა მშვენიერებით თუნდაც ამ ძიმე სიტუაციაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად აი ამ სტრესულ სიტუაციაში არიან, იმიტომ რომ აი ეს აღფრთოვანების განცდა, როცა ხედავ როგორ იკრიბება ერთი გუნდი და არ ვიცი, ურიგებს ვიღაცებს, საკვებს, სოფლიდან ჩამოტანილს, თუ ერთად მღერით, თუ ერთად ვცეკვავთ, ეს ერთობის განცდა ჩვენს გონებას სხეულს ანიჭებს სხვანაირ შეგრძნებას, რომელიც ემოციებით გავსებს და რომელიც გაგრძნობინებს, რომ გრძელდება ეს პროცესი და მარტო არ ვარ, რომ რაღაცეები იმაზე დიდი და საოცარია, ვიდრე მგონია, რაც აი ახლა ხდება ცუდი. და ეს არის სასიცოცხლო, ეს არის წყარო, რომელიც გვავსებს, ენერგიით გვავსებს. ამიტომ არის, რომ აი ამ აქციებზეც კი იუმორიც, შემოქმედებითობა, ეს არის ყველაფერი ის მახასიათებელი, რომელიც გეუბნება, რომ წინ მიდიხარ. წარმოსახვის გამოყენება, ხო? აი ის სხვაობა, როდის გავიჭედებით თუ ტრავმული იქნება, ხო? შეიცვლება თუ ჩვენ ზუსტად, აი მუდმივად შევეცდებით, რომ გავიცინოთ. შემოქმედები ვიყოთ, ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ და დავეხმაროთ. ეს გვავსებს, ეს გიხსნის გულს. ამიტომ საშიში აი როგორ უნდა მომართოთ ფსიქიკა, რა ხერხების დახმარებით ხდებათ, რომ სასწორის პინაზე ერთი მხრივ შიშმა არ გადაწონოს აი ერთობის და იმ მიზნის მიზანი, რაც გვაქვს ყველას ერთად, ხო, რისთვისაც ორი მიდგომა არის, რაც შემიძლია რომ უბრალოდ გითხრათ. პირველი ერთი, უნდა გავიასროთ რა არის შიში. შიში ეს არის ფიზიოლოგიური და ემოციური რეაქცია ჩვენი გონების მიერ წარმოქმნილი აღქმულ საფრთხეზე. რეალურად გვაქვს ხოლმე საფრთხე, ანუ რეალურად მოდის ადამიანები, რაღაცა ფორმებით, უფორმოებით და ფიზიკურად გისწორდებიან. მაგრამ ხშირად არის ისეთი სიტუაციები, როცა რეალური საფრთხე, ანუ რომ მე შეიძლება დავზიანდე, ხო, ამ დღეების განმავლობაში არ არის. მაგრამ ჩვენი გონება მაინც, აი ვთქვათ, ვიღაცა რა კომენტარს გააკეთებს, ხო? მთავრობის წარმომადგენელი ზუსტად იგივე რეაქციებს იწვევს ჩემს სხეულში, როცა როგორც გამოიწვევდა, როცა ვიღაცა მომსდევს დანით ან მაგინებს და მე გავრბივარ. ხო? ანუ მე პირველი რაც მინდა რომ განვასხვავოთ ერთმანეთისგან, როდის ვართ ფიზიკურად საფრთხეში, როცა ეს შიში ჩვენ გვჭირდება ზუსტად და ეს ბრაზილია საკუთარი თავი დავიცვათ, მაგრამ მეორე არის რომ ვიპოვეთ განსხვავება რეალური საფრთხე ეხლა, აი ამ მომენტში ოღონდ, ამ მომენტში მაქვს თუ არა. იმიტომ რომ ამ სიტუაციაში, როცა მე უკვე დავიჭიმებ, რომ ხედავ, რომ კიდე რაღაცა ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, როდესაც ამდენი ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ ეს გვჭირდება, ვთქვათ, სახელმწიფოს ეს სჭირდება, ამ დროს ჩვენი სხეული იცვლება. სადღაც გვეჭიმება, შეიძლება ეს იყოს კბილების, ყბების არეში შეიძლება იყოს, შეიძლება სუნთქვა შეკრას ადამიანმა, შეიძლება მხრები იყოს ესე და ესე ზიხარ. აი ამ მომენტში საკუთარი თავისთვის, სხეულისთვის თვალის გადავლება არის პირველი გზა, როგორ შეიძლება, რომ აი ეს განგაშის ზარი და ტყუილ უბრალოდ ენერგიის ხარჯვა, რომელიც დაგვჭირდება მე სხვა რაღაცებისთვის გამოვრთოთ. ანუ მე თუ შევაბჭე, რომ არ სუნთქავ, გავაგრძელო სუნთქვა, რომ ჩემ გონებას, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩემს დაცვას, ვაჩვენო, რომ ეხლა დახმარება არ მჭირდება. პირიქით, ეხლა მჭირდება სრული აი გაწმენდილი გონება, რომ ვიმოქმედო აი ამაზე, ამ ფრაზაზე, ღირს რეაქციის მოხდენა თუ სად დავხარჯო ეხლა მე, სად წავიყვანო, იმიტომ რომ რეალურად თუ ჩვენ გვინდა რომ გავმდიდრდეთ, რჩევა არის ესე, ხო, ვიღაცას უნდა რომ გამდიდრდეს, ხო? ის კონსულტანტი თუ არ ვიცი, კოუჩი არასდროს არ გეტყვის, რომ მოდი იცი რა არის, სიღარიბის მიზეზებზე დავიწყოთ ძიება. და სამწუხაროდ ძველი მიდგომა და ის, რასაც ეხლა ვხედავთ, რასაც პასუხისგებელი და ესეთი ძალაუფლების პოზიციაზე არიან, ყოველთვის ცდილობენ, რომ ჩვენი ფოკუსი გადაიტანონ წარსულზე. რომ ჩვენ შეგვრცხვეს, როცა ხმას იღებ, რომ როგორ ბედავ, რომ შენთვის ძვირფას ადამიანს, ხო, რაღაცნაირად უბრალოდ პატივისცემის ფარგლებში უთხარი, რომ მე ეს არ მომწონს და არ გეთანხმები. ანუ სულ ცდილობენ, რომ და კითხვები ისმის, რომ რატო ვერ ვსაუბროთ, რატო ვერ ვლაპარაკობთ, რატო იქცევა ის ესე, რატო არ ესმით. ნაცვლად ამისა, ჩემი რჩევა იქნება, ის გავაანალიზოთ, რომ ეს ამას მივყავართ უკან, რეფლექსია, ანალიზი გავაკეთოთ, როცა დასრულდება
ეს ბრძოლა, მერე ვიმსჯელოთ, მერე გავაკეთოთ ანალიზი, მერე მოვიშუშოთ ეს ჭრილობები. ეხა ჩვენ გვჭირდება სუფთა გონება, როდესაც ვამბობთ, რომ რა არის ჩემი ფოკუსი, არ დამავიწყდეს. ერთი არ ვიცი ხე ერთი რჩევა კიდევ რაც არის ემოციურ დონეზეც. ერთი სხეულებრივად ვთქვით, ხო? ანუ შეიძლება რომ იმ მომენტში გრძნობ რომ სადღაც დაჭიმულად, ზიხარ, არაკომფორტულად. მოეშვა. ხა? მეორე სუნთქვა, ხო? ანუ სხეულთანაც არის დაკავშირებული, იმოძრავეთ. ვიღაცები ამბობენ რომ აი აქციაზე დავდივარ, ერთ ადგილას ძალიან კარგია, იმოძრავეთ, ხო? მეორე ემოციურ დონეზეც მინდა რომ გავიაზროთ, რომ როდესაც ადამიანები გრძნობენ ბრას თუ გაბრალებენ, ხო, ანუ სხვადასხვა რისხვას და ასე შემდეგ, ხო, ან სირცხულისგან ჩვენ არ ვიწევთ ერთმანეთის ემოციებს. ეს ყოველთვის უნდათ რომ ერთმანეთს დავაბრალოთ რა, რომ შენ გამაბრაზე მე. ჩვენ არ ვიწევთ ერთმანეთს, ამიტომ პასუხისგებლობას ნუ აიღებთ, როდესაც სხვისი ემოციები, ეს რა ქვია, ჩანს ესე მკაფიოთ რა. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ერთადერთი პატი ვივცეთ და მერე თუ საშუალებას მოგცემს ის ადამიანი, დავეხმაროთ, როგორ შეიძლება წაიღოს ეს ენერგია უფრო ეფექტურად, უფრო გამოსადეგი, სასარგებლო გზით. ხო? მეორე ეს შეიძლება იყოს და მესამე რაც ვთქვი, რომ აი აღტაცების, აღფრთოვანების განცდა არ დავკარგოთ. ან და ამას ბუნებრივად გვაძლევს ეს ჩვენი შეკრებები, ეს სხვადასხვა ვიდეოები, სადაც ვხედავთ ადამიანები, როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე, როგორი ერთობა არის. იმიტომ რომ ეს არის ის, რაც სულიერად, შინაგანად, აი გავსებს, რომ ეს სამყარო უფრო დიდია და ყველაფერი შეიძლება გადაივლის, ანუ აი ეს იმედის განცდა, ხო? სწორედ აი ამ ერთობაში არის. ამიტომ პირიქით, აღფრთოვანდით, აღტაცებული იყავით, გაიცინეთ და თან ფოკუსი არ დავკარგოთ, სად მივდივართ. ანუ შეისვენეთ პატარ-პატარა შესვენებები, მაგრამ ასევე არ დაგვავიწყეს სიმტკიცე. ჩვენი საჭიროებების დაცვა. ნინო, ერთი არის ეს მესიჯები, რაც ახლა გაჟღერდა ზრდასრულების მისამართით, მაგრამ მეორე მხარე არის ბავშვები. ბავშვები, რომელსაც რაღაცა ვაკუუმში ვერ ვამყოფებთ, ხო? ციფრულ რეალობაში ვცხოვრობთ, მათ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა, ისინი ხედავენ, მათ შორის ძალიან ბევრი ვიცი, თუნდაც ჩემი გარემოცვიდან ის ბავშვები, რომლებიც ნერვიულობენ, აი აქედან გამომდინარე, რომ აქციაზე, როდესაც მიდის მშობელი, რამე ხომ არ დაუზიანდება, როდის მოვა სახლში, არ დაიჭირონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა მიდგომა უნდა გქონდეს ბავშვების მიმართ? როგორ შეიძლება რომ ისინი დავიცვათ მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა? ბავშვები უნდა დავიცვათ. და რა იგულისხმება დაცვაში? ერთი საუბარი. ანუ თქვენ თვითონაც ახსენეთ, რომ უკვე თვითონაც იციან, ხვდებიან, ღელავენ ზოგი და ძალიან კარგია თუ თქვენ სახლობაში ეს ბავშვი ხმამაღლა ამბობს, რომ დე მე ვღელავ. ნეტად მოვა მამას სახლში, რომ ანუ ეს არის საშუალება გამოძახილი, როცა გეუბნება, რომ მითხარი, დამარწმუნე, ხო? მითხარი, რომ თქვათ რომს არ მოვიდეს, მოკლედ ჩვენი მიზანი, როგორც ჩვენი განზრახვა უფროსების უნდა იყოს, რომ ბავშვებს უნდა დავარწმუნოთ, რომ რა სიტუაციაც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის შეგვიძლია გამოსავალი ვიპოვოთ. ყოველთვის შეგვიძლია რაღაცა გავაკეთოთ, რომელიც შეცვლის ამ მდგომარეობას. რა, ანუ სოფლის წესები თუ აი წუთი სოფლის წესები უნდა ვასწავლოთ. ერთი ეს, რომ ველაპარაკოთ ოღონდ. დღისით გაიყვანეთ მაგალითად, თუ ბავშვი ღელავს და ის კადრები შეიძლება ნახას შემთხვევით თუ ასე შემდეგ, ხო, ცემის და ასე შემდეგ, თქვით რომ ხო, მოხდა ეს, მაგრამ ძირითადად ხო, ანუ ეს რაღაცები ხდება, მაგრამ ძირითადად ადამიანებს პირიქით უხარიათ, ერთად არიან, არ ვიცი, ანუ მისი ფოკუსი ყურადღება წარმართეთ პოზიტიურიც შეამჩნიათ, ანუ ამის თქმა მინდა. აჩვენეთ, რომ სულ ესე არ ხდება და შეგიძლიათ აქციაზეც მიხვიდეთ, ან დღისით გაიაროთ, ხო? რომ უბრალოდ აი ცოტა ხანი და თქვენი განწყობა უნდა იყოს, რაც მთავარია, თქვენ არ უნდა იყოთ შეშინებული, რა, ანუ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ხო, ეხა ეს მომენტი ხდება. იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ის ადამიანები, ეხა ვთქვათ იმაზე ვსაუბრობ, ვიცოც პირადად არ შეეხო, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ის ადამიანები, რომლებსაც ეხლა უჭირთ. ანუ ამის სწავლა, რომ ჩვენ ეხა რაღაცა ღირებულებების გამო ვართ ესე, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე, რასაც მე ვაკეთებ
არის ზღაპრებს უკითხავ ბავშვებს. ხო, და ბარემ ამ ჭრილში გავაერთიანოთ, რას აკეთებს კაიკონა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე რას თავაზობთ ზრდასრულებს. ბავშვი პირველი ერთი რომ მინდა რომ ხარდაჭერა გამოუცხადო ყველა ოჯახს და ბავშვს და ამიტომ ყოველ საღამოს ვკითხულობ ზღაპრებს სხვადასხვა თემაზე, ომის თემატიკაც არის, მტერზეც არის, ძალიან საინტერესო წიგნები არის, ინგლისურენოვანი, რომელსაც ქართულად ვკითხულობ და იდება YouTube-ზე და ვიცი რომ ბევრი ოჯახი უყურებს და ძალიან სასიამოვნო არის. ეს არის კაიკონას YouTube არხზე. ნინო მარგველაშვილის YouTube არხზე. ხო. და მეორე რაც შეგვიძლია რომ ასევე ახლა ამ ეტაპზე რასაც ვაკეთებთ არის რომ ყოველ თვე კვირაში 2 სამშაბათი, ანუ ყოველ მეორე სამშაბათს მაქვს უფასო ონლაინ კონსულტაციები 20 წუთიანი ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ თემაზე. შეგიძლიათ უბრალოდ დარეგისტრირდეთ და წინა დღეს გამოგიქცევნით ბმულს და ბევრად უფრო სიღრმისეულად შემიძლია რომ მხარი დაუჭირო და რაღაცა უფრო სიცხადე შევიტანო, სად არიან ისინი, რა სიტუაციაში არიან და რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ეს ახლა ჩაეშვა აი ამ მოვლენების კვალდაკვალ. მას დიდი ხანია ვაკეთებ. მაშინ რამდენად გაიზარდა უკვე აი ამ პერიოდში მომართვიანობა? ზღაპრების მიმართ გაიზარდა და მგონია რომ ის უბრალოდ კომუნიკაცია არ მოხდა, არ ხერხდებოდა, რომ ყველასთვის გაგვეკოდა, ეხლა ძალიან მადლიერი ვარ, რომ იცოდეთ, რომ არის ეს სივრცე, შეგიძლიათ ნებისმიერ საკითხზე მომართოთ და მე მოგეხმარებით იმ მომენტში, იმ სიტუაციაში, საით ჯობია რომ წახვიდეთ, რა იქნება თქვენთვის ღირებული. ესე იგი ნინოსთან შეგიძლიათ რომ გახვიდეთ პირდაპირ კონტაქტზე და მის YouTube არხსაც გადახედოთ თქვენთვის და თქვენი ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობისთვის, იმ სიშვიდისთვის, რაც გვჭირდება ყველას ერთად. ძალიან დიდი მადლობა ნინო. მადლობა. წარმატება თქვენ კაიკონას და ბევრი საინტერესო სიახლე დაგროვდა და დაგროვდება ამასობაში, ვიცი, თქვენთან გარშემო და შემდეგ უკვე ამებსაც მოვიკითხავთ დეტალურად პლატფორმის ჭრილში. მადლობა ნინო მარგველაშვილი, კაიკონას თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად. რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა და BMG-ს პირდაპირ ეთერში სულ რამდენიმე წუთში ბაია ლომსაძესთან Happy New Year-ის თანადამფუძნებელთან ერთად დაუბრუნდებით და გველოდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. მეწარმეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მხარდასაჭერად თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობას ემიჯნებიან და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, სპეციალური ონლაინ პლატფორმა Happy New Year შეიქმნა. პლატფორმა იდეის გარშემო მეწარმეები ევროპული ახალი წლისთვის გაერთიანდა. ის ბიზნესებს იმ მომხმარებლებთან დააკავშირებს, რომლებიც პროევროპულ შეხედულებებს იზიარებენ და პროტესტში მონაწილე მეწარმეების მხარდაჭერა და მათთვის სოლიდარობის გამოცხადება სურთ. უფრო მეც პლატფორმისა და უკვე არსებული შედეგების შესახებ ბაია ლომსაძე Happy New Year-ის თანადამფუძნებელი მოგვიყვება, რომელიც უკვე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ბაია, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის გადაცემაში. ესე იგი, პლატფორმაზე იქმნება და ბიზნესები ერთიანდებიან. Free business-იც შეიქმნა ამასობაში, სადაც უკვე 800-მდე კომპანიაა გაერთიანებული და შეიქმნა ასევე Happy New Year. ეს უშუალოდ იმ მეწარმეებისთვის, როგორც აღნიშნეთ, რომლებიც უარს ამბობენ და არა მხოლოდ მათთვის, ხო? ზოგადად გითხარით, მიზანი გასაგებია და რატომ და რისთვის, მაგრამ საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი, ხო? აი როგორ დაორგანიზდით, როგორ გადაწყვიტეთ, რომ რაღაცა ამ განაცხადიდან 2 დღეში სულ რაღაც შექმნით პლატფორმა, ხო? რა საფუძველზე დაშენდა ეს ყველაფერი? ზოგადად ვებგვერდი შეიქმნა 3 დღეში. რაც თავისთავად ძალიან მცირე დრო არის. იდეის ავტორი არის ნათია ზავრაშვილი. დიზაინზე ვიმუშავებ მე, ხოლო პროგრამულად უზრუნველყო ვებგვერდი ჩემმა ძმამ ბერო ლომსაძემ. გამოცხადებიდან, ასე ვთქვათ, ფორმის შევსებიდან 2 დღეში უკვე გავუშვით ვებგვერდი. ეს იყო 15 დეკემბერს. 15 დეკემბრის შემდეგ ამ დროის მონაცემებით უკვე 500-ზე მეტი მეწარმეა დარეგისტრირებული და 45,000-ზე მეტ ადამიანს მიწვდა, ასე ვთქვათ, იხილა ვებგვერდი. რაც შეეხება უშუალოდ იდეას,
თავიდან ესე უნდა ითქვას, რომ თავიდან ეს შეიქმნა იმ მცირე ბიზნესისთვის, რომლებაც თუ მცირე მეწარმეებისთვის, რომლებაც უარი თქვეს მერის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობაზე. ხო, ბოლო მონაცემებით იყო 300-მდე მეწარმე. დღეს კი გითხრა დედაქალაქის მერმა რომ 9 მეწარმეო, მაგრამ ეს არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და მათ შორის ვინც არ ვიცი ეჭვიში აქვს ამ განცხადებაში ასჯერა, შეუძლიათ რომ ნახონ ეს ყველაფერი არის ხელმისაწვდომი ყველასთვის, ხო? სია ამ მეწარმეების და მათი საკონტაქტო ინფორმაციაც მე მგონი არ იქნება რთული მოსაპოვებელი. შეგვიძლია ტექნიკურადაც განმარტოთ, ნაწილი მეწარმეების თავიდანვე ემიჯნებოდა ამ ზოგადად მერის ბაზრობას და შესაბამისად არც დარეგისტრირდა, ნაწილმა მეწარმეებმა დაწერეს განცხადება სარეგისტრაციო და შემდეგ უკვე უარი თქვეს. ამიტომ რიცხვი 9 უბრალოდ 9 ადამიანით ვერც შედგებოდა ბაზრობა. შეიძლება ითქვას. ხო, პლატფორმის ამ ფორმით გაერთიანება ამ მეწარმეების საიდან გაჩნდა ეს იდეა და რა მნიშვნელობა აქვს რომ ეს არა რაღაც ფიზიკურ სივრცეში, არამედ e-commerce-ის მეშვეობით მომხდარი იყო ეს ერთობა. იდეების განხილვის ეტაპზე განვიხილავდით ფიზიკურ სივრცესაც, თუმცა თქვენ თვითონაც რომ წარმოიდგინოთ, შეუძლებელია ჩაატარო რაიმე ბაზრობა და იმხიარულო ქალაქის ერთ ქუჩაზე და მეორე ქუჩაზე იყოს ის საპროტესტო ტალღა და თუნდაც რა ძალადობრივი კადრებით ვნახეთ, ეს ყველაფერი ხდებოდეს. ამიტომ შევჯერდით, რომ ეს ყოფილიყო ონლაინ სივრცეში. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ მცირე მეწარმეების რიცხვი ზოგადად ძალიან ბევრია, ვისაც ამ პერიოდში პრობლემა შეექმნა რეალიზაციის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და ჩვენ გვინდა და ყველასთვის ხელი შეგვეწყო და არ ყოფილიყო იქ თქვათ გამოყოფა, როგორც თქვით დღევანდელი დილის მონაცემებით 500-ზე მეტი მეწარმეა და ფიზიკურად ვერ შევკრებდით ამდენ მეწარმეს ერთად სხვაგან. ამასთანავე ერთი დეტალით შეგვიძლია დავაზუსტოთ, რომ აქამდე იქნებოდა მხოლოდ სიები, რომელშიც ასე ვთქვათ, სახელები იყო ჩამოწერილი მცირე მეწარმეების და არ ქონდა მას არანაირი ფუნქცია, თუ რა თქმა უნდა კიდევ მომხმარებელი არ მოძებნიდა სათითაოდ ამ მეწარმეებს. ამ პლატფორმაზე მარტივად შეიძლება რომ კატეგორიის მიხედვით მოძებნო მეწარმე, ასევე ჩაეშენა ძიების ფუნქციონალიც. გარდა კატეგორიებისა, ფოტოსურათებითაც მარტივად არის აღსაქმელი მეწარმეების საქმიანობა და იქვე არის მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია. შეიძლება იყოს ვებგვერდი, Facebook, Instagram. ამასაც დავაზუსტებ, რომ მცირე მეწარმეებისთვის ამ საკონტაქტო ინფორმაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ისინი ვერ შეუერთდებიან ისეთ პლატფორმებს, სადაც მაგალითად ონლაინ იყიდება პროდუქცია. უმეტესობა მათგანი ამზადებს პროდუქტს, რომელიც მხოლოდ ერთი ცალია, უნიკალურია და ესე საცალოდ ვერ ასეთ მცირე დროში ვერ დაამატებდნენ სხვადასხვა პლატფორმებზე და მათთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სახით. აი ეს 45000 მომხმარებელი, რომელიც უკვე გამოჩნდა პლატფორმაზე, ხო? რა ფორმით შეუძლიათ რომ დაუკავშირდნენ ამ ბიზნესებს და შეიძინონ შემდგომ პროდუქცია. ასე ვთქვათ, პლატფორმა რა როლს ასრულებს შუამავლობის თვალსაზრისით? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, ანუ მადლობა უნდა გადავუხოთ ყველა მედია საშუალებას, ვინც ესე სწრაფად აიტაცა და გაავრცელა და დაგვეხმარა ამ ყველაფრის გავრცელებაში, ასევე მეგობრებს და თანამოაზრეებს, რომლებიც გვერდში გვედგნენ. იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მომხმარებლებისთვის ერთგვარი ტრენდი შეიქმნა, რომ დახმარებოდნენ მცირე მეწარმეებს. შემოსული მომხმარებელი ხედავს ამბანის მიხედვით დალაგებულ სხვადასხვა მცირე მეწარმეს, შემდეგ შეუძლია კატეგორიის მიხედვით არჩევს, დაუშვათ ტექსტილი ან დეკორი ან სათამაშო და იქ უკვე ჩამოშლილი მეწარმეებიდან ფოტოსურათებით მარტივად შეიძლება შეირჩეს, რომელ მეწარმეს დაუკავშირდეთ, ეს არის საკონტაქტო ინფორმაცია და უკვე უშუალოდ მეწარმეს უკავშირდება შეძენის სურვილი თუ აქვს. ძალიან მარტივია. ზოგს აქვს მხოლოდ სოციალური ქსელები, Facebook, Instagram, ზოგს ვებგვერდიც აქვს. ეს თუ ხდება მე ფაქტ-ჩეკი, რამდენად უკვე არის პრეცედენტები, მათ შორის ამ კავშირის შეძენის და ასე შემდეგ. ძალიან მიხარია, რომ პირველივე დღეს, ანუ საღამოს დაახლოებით 10 საათზე გავუშვით 15 დეკემბერს და 16-ში დილით უკვე მოგვივიდა ფიდბექი, რომ
ძალიან ბევრს ჰქონდა რეალიზაცია, მათ შორის კორპორატიული შეკვეთებიც პირველად ავიღეთო და საინტერესო ეს იყო ჩვენთვის უდიდესი мотиваცია და ამ ეტაპზე ბევრი მეწარმე დაგვიბრუნდა უკვე უკავშირით მე თვითონაც როგორც Y-ას თანადამფუძნებელ შემიძლია თქვა რომ ჩვენც ჰქონდა რეალიზაცია ამ პლატფორმიდან. Y-აზე ვისაუბრებთ აუცილებლად პლატფორმის თემა მინდა რომ ამოვწო რომ რა პერიოდის განმავლობაში იქნება ეს პლატფორმა ხელმისაწვდომი. ძალიან კარგი კითხვა. ხო და თუ არის უკვე საბოლოო სრულყოფილი თუ კიდე მიდის რაღაცა დამატებით ტექნიკურ დეტალებზე მუშაობა. როგორც თქვი, ანუ 3 დღეში შევქმნით, ამიტომ ჩვენ თვითონაც ვცდილობთ ყოველ დღე რომ ფუნქციონალი დავხვეწოთ, სამომავლოდ გეგმავთ რომ ვიზუალიც ფუნქციონალიც დაიხვეწოს, ამასთანავე გაიფილტროს თვითონ სამწარმოო საქმიანობა, თქვენც როგორც ახსენეთ, არის ალტერნატიული პლატფორმა Free Business-ი, სადაც შეუძლიათ რომ ზოგადად მეწარმეებს და ბიზნესებს დარეგისტრირდნენ და აქ დავტოვოთ ის მცირე ბიზნესები და მცირე მეწარმეები, რომლისთვისაც ეს ანუ მარკეტებში მონაწილეობა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ანუ არის Free Business-ი არის ცალსახად პოზიციის დასაფიქსირებელი, ვინც აი კიდევ ერთხელ განმარტოთ, რომ ვინც ფიქრობს, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის მნიშვნელოვანი არის ერთი მხრივ უკანონოდ დაპატიმრებულების გათავისუფლება და მეორე მხრივ ხელახალი არჩევნები, ეს ბიზნესები თავის პოზიციის დაფიქსირება შეუძლიათ მათ Free Business G-ზე და ხო, პრინციპში იქნებიან ალბათ ბევრს ნახავთ პარალელურად ვართ, დიახ, ორივეგან. უბრალოდ აქ გვინდა რომ დარჩეს მხოლოდ მცირე მეწარმეები, იმიტომ რომ იმდენად აიტაცა ხალხმა ეს Free Free-ია. უბრალოდ ძალიან ლამაზი სახელია, ძალიან ლამაზი სახელია და იმდენად აიტაცა ხალხმა რომ სალონებიც რეგისტრირდებიან, ამის თქმა მინდოდა და საერთოდ არ შეესაბამება პლატფორმას და ამიტომ მოგვიწევს ფილტრაცია გავაკეთოთ. რასაც გისმენთ და თან გეგმებიო დახვეწაო. ესე იგი არ დასრულდება ეს ამბავი, მე მგონი. არ დასრულდება, რეგისტრაციის ფორმა ჯერ კიდევ ღიაა. ეტაპობრივად ისევ ამატებთ მეწარმეებს, ანუ პირველი დღე იყო 120, მეორე დღეს ბოლოს ყავდა 300 მეწარმე, დღეს უკვე 500 მეწარმე ყავს და ალბათ კიდევ შეიძლება ეს პერმანენტული ამბავი. ფიქრობ რომ დარჩეს. ფიქრობ რომ დარჩება და ერთი მხრივ დაეხმარება ზოგადად მცირე ბიზნესს, რომ გახდეს ჩვენთვისაც ტრენდული, როგორც მაგალითად ევროპელი და ამერიკელი ხალხისთვის არის ტრენდული, როდესაც ყიდულობენ მცირე ბიზნესისგან საჩუქარს, ეხმარებიან ხარს უჭერენ სხვადასხვა სოციალურ საწარმოებს და ფიქრობ ეს ფუნქცია მეტნაკლებად უკვე შეითავსა ამ საიტმა. Y-აზეც მინდა რომ მოვასწროთ საუბარი აუცილებლად თქვენ პლატფორმის ავტორობასთან ერთად ითავსებთ ბრენდის დამფუძნებლის ტიტულსაც, ასე ვთქვათ. რას მოგვითხრობს Y, რაზე არის ეს ბრენდი და მათ შორის თქვენთვისაც როგორც მეწარმისთვის, ასე ვთქვათ, თუ უკვე გამოიღო ხელშესახები შედეგები პლატფორმა, ისიც საინტერესოა. Y დავაარსე მეუღლესთან ერთად, ესე ვამბობთ ხოლმე, რომ Y არის ხელნაკეთი საჩუქრების სახელოსნო. ზოგადად ჩვენ შევიძინეთ ესეთი მისია, რომ ვისაუბროთ მივიწყებულ ქართულ კულტურაზე, ვეძებთ ძველ ორნამენტებს, შინაარსებს, ზღაპრებს, რომლებიც აღარ გამოიცემა თანამედროვე გამოცემებში და ამ ყველაფერს შესახებ გზას პოულობთ. ეს არის მაგალითად ერთ-ერთი ახალი ნიმუში, რაც არის კეზის ანგელოზი, რომელიც ამ საახალწლოდ გავაცოცხლეთ. ძველად იყო ტრადიცია, ყველა ოჯახს ჯეროდა რომ ყავდა ფარველი სული, რომელიც სახლს არასდროს არ ტოვებდა და გვინდოდა რომ ასე ვთქვათ, იმედი მიგვეცა ოჯახებისთვის და ყველა ოჯახში დაბრუნებული იყო ეს მომღიმარი ანგელოზი. ამასთანავე Y-ას წელს უკვე წლის ბოლოს დაემატება საბავშვო ხაზი, ეს იქნება კვებრენდი რტო, რომელიც მოიცავს ამ ეტაპზე board games, ბავშვებისთვის 3+ ასაკისთვის და ეს თამაშიც არის შექმნილი ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟების მიხედვით და თარგმნილია 8 ენაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ზოგადად ქართული კულტურა გავხადოთ პოპულარული მთელი მსოფლიოს გარშემო, არა მხოლოდ ქართველებისთვის. აი როგორ ისახება არსებული რეალობა ბიზნესზე? გასაგებია რომ ხარ და მჭერი პლატფორმა უკვე არსებობს, მაგრამ ზოგადად ყველაზე გაყიდვადი პერიოდი, რომელიც როგორც წესი ასე არის ხოლმე, ხო მცირე მეწარმეებისთვის.
შეიძლება ითქვას, რომ მცირე მეწარმეებისთვის 30-დან 40%-მდე ზოგადად წლიური შემოსავლის მოდის ახალი წლის პერიოდზე, რისთვისაც ვემზადებით ზოგჯერ 3-4 თვით, ბევრი მეწარმეა, ვინც ნახევარი წლით ადრეც კი ემზადება და ამასთანავე აქვს ესეთი ნიშანი, რომ არის სეზონური ის პროდუქცია, რასაც ვამზადებთ. უშუალოდ მაგალითად ანგელოზი იქნება, საახალწლო სათამაშო თუ საახალწლო დეკორი სეზონურობა ახასიათებს და თავისთავად მიმდინარე მოვლენებმა რეალიზაცია სრულად შეაჩერა და ერთადერთი ამ პლატფორმამ მისცა იმედი მცირე მეწარმეებს, რომ ეს სეზონი რაღაცნაირად გარკვეული პროცენტით მაინც დაიბრუნონ და მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია. კი ბატონო და სანამ დავასრულებდეთ, მინდა რომ თქვენთვის როგორც ბიზნესისთვის რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. რითიც დაიწყო ხო ეს ყველაფერი, ეს 21 დღიანი უწყვეტი პროტესტი და რამდენად მნიშვნელოვანი არის ბიზნესისთვის იმ ბაზარზე წვდომა, რასაც გვაწყობს ევროკავშირი. რამდენიმე საკითხი შემიძლია გამოვყო. ერთი საკითხი არის უშუალოდ ბაზარი, რომელთანაც წვდომა გვაქვს ევროკავშირის სახით. მეორე საკითხი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ვფიქრობ წამოწევდი კიდევ ეს არის ხარისხი. ანუ რა სტანდარტებს გვთხოვს ევროკავშირი, მაგალითად, ჩემი ახალი თამაში სრულიად აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს და ვფიქრობ, რომ ზოგადად მეწარმეებისთვის იქნებოდა ძალიან ხელშემწყობი, რომ გქონდეს ჩვენს ეს სტანდარტი, გქონდეს უსაფრთხო სათამაშოები, უსაფრთხო პროდუქცია, იმიტომ რომ ეს სტანდარტები და ასევე ლაბორატორიაც საქართველოში არ არსებობს. და ძალიან სამწუხაროა ეს. ამასთანავე უნდა გამოვყოთ რა გრანტებით და რაღაცა ჩაიდო ჩვენ უშუალოდ მეწარმეების განვითარებაში და ჩვენს ცოდნაში, იმიტომ რომ ტარდება წლის განმავლობაში, შეიძლება მე პირადად ამ წელს 3 თუ 4 სხვადასხვა ტრენინგში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომელიც ფინანსდებოდა ევროკავშირისგან. ანუ ეს სამივე პუნქტი იმდენად მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების განვითარებისთვის, რომ არც კი ვიცი რა დავამატო მეტი. ხო და რა გავლენას იქონიებს ამ ყველაფრის დაკარვა? გვა ესეც ცალკე ამბავია. სამწუხაროდ ბევრი მეწარმისგან უკვე გავიგე, რომ თქვათ გქონდათ მიმდინარე მოლაპარაკებები და შეუწყდათ, იმიტომ რომ ამ მოვლენებიდან გამომდინარე ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ უკვე უარი თქვა ხელშეკრულების გაფორმებაზეც, იმიტომ რომ არ არის საიმედო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, რაც თავისთავად ნიშნავს ზარალს და შეაფერხებს მეწარმეების განვითარებას. ამასთანავე ზოგადად ბაზრის ჩახსნა, ასე ვთქვათ, პირდაპირ ჩვენ შემოსავლებზე და ზოგადად გავლენას იქონიებს ზოგადად მეწარმეებზე. და იმედი მაქვს ეს ყველაფერი აუცილებლად შეიცვლება და უნდა შეიცვალოს განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, როდესაც ეხება საქმე მეწარმეებს, მცირე ბიზნესებს, მათთვის, რასაკვირველია ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ ბიზნესურად თქვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის აი ბაზართან წვდომის შესაძლებლობა. დიდი მადლობა ბაია, წარმატება თქვენ ყველა მიმართულებით ბრენდის თუ პლატფორმის განვითარება, გაფართოება და შედეგებს ისევ შევაჯამებთ, რასაკვირველია. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ბაია ლომსაძე, Happy You არის თანადამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად. სიუჟეტს გიტოვებთ, სანამ დაგემშვიდობებოდეთ. შვეიცარია 2008 წლის 12 დეკემბერს 25 ქვეყანა გახდა, რომელმაც შენგენის შეთანხმებას მოაწერა ხელი და საპროტესტო კონტროლი გააუქმა ხელშეკრულების დანარჩენ წევრებთან. მას შემდეგ შენგენის ზონა უკვე 29 წევრს მოიცავს, მათ შორის ბოლო ქვეყანა, რომელიც შენგენს შეუერთდა ხორვატია იყო. გადავხედოთ, როგორ შეიქმნა ეს კავშირი, რა ტერიტორიას აერთიანებს შენგენის ზონა და რა უნდა დააკმაყოფილოს ქვეყანამ, თუ ამ გაერთიანების წევრობა უნდა ვნახოთ თემაზე სიუჟეტი, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით დროებით. ევროკავშირის ყველაზე დიდი მიღწევა. ეს არის წინადადება, რომელიც კარგად აფასებს შენგენის ზონას, რომლის ტერიტორიაც 400 მილიონზე მეტ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას სასაზღვრო გამოშვები პუნქტებისა და პასპორტის შემოწმების გარეშე წევრ ქვეყნებს შორის თავისუფლად გადაადგილდეს.
1985 წელი ევროკავშირის წევრი 5 ქვეყანა საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი ხელს აწერენ შენგენის ხელშეკრულებას ერთი მთავარი იდეით: მსოფლიოში ყველაზე დიდი თავისუფალი სამოგზაურო ზონის ჩამოყალიბების მიზნით. შეთანხმებას ხელისუფლ შენგენში მოეწერა. შენგენის ზონა შეიქმნა ევროპული საზოგადოებებისგან დამოუკიდებლად, როდესაც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას შორის ვერ მიაღწიეს კონსენსუსს სასაზღვრო კონტროლის გაუქმების შესახებ. შეთანხმებას დაემატა 1990 წელს შენგენის კონვენცია, რომლის თანახმად შიდა სასაზღვრო კონტროლის გაუქმება და სავიზო საერთო პოლიტიკა იყო შემოთავაზებული. შეთანხმებები და მათში მიღებული წესები მთლიანად გამოყოფილი იყო ევროკავშირის სტრუქტურებისგან და 1995 წლის 26 მარტს შენგენის ზონის შექმნაც გამოიწვია. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შენგენის შეთანხმებას. შეთანხმება და მასთან დაკავშირებული კონვენციები 1997 წელს შეიტანეს ევროკავშირის სამართლის მთავარ დოკუმენტში, ამსტერდამის ხელშეკრულებაში, რომელიც ძალაში 1999 წელს შევიდა. შეთანხმების გარკვეული წილი ევროპული სამართლის ნაწილია, რომ ნებისმიერი შესწორება ან დებულება შედის მის პროცესში, რომელშიც ევროკავშირის წევრები არ მონაწილეობენ. რომ შევაჯამოთ შენგენის ზონის წევრობა ნიშნავს, რომ ქვეყნები შიდა საზღვრებზე კონტროლს არ ახორციელებენ, გარდა კონკრეტული საფრთხის შემცველი შემთხვევებისა. რაც შეეხება გარე საზღვრებს, ამ შემთხვევაში ერთიან წესებზე დაფუძნებული კონტროლი მოქმედებს. 5 ქვეყნის გაერთიანებით დაწყებული შეთანხმება დღეს 4 მილიონზე მეტ კვადრატულ კილომეტრს ფარავს, რომელიც თითქმის 420 მილიონ მოსახლეს და 29 ქვეყანას აერთიანებს. დღეს შენგენის ზონის ნაწილია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 25 და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ყველა წევრი. ესენია ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია. რა არის შენგენის მთავარი სარგებელი? შენგენის ზონა 400 მილიონზე მეტ ადამიანს აძლევს საშუალებას თავისუფლად იმოგზაურონ წევრ ქვეყნებს შორის საზღვრის კონტროლის გარეშე. ყოველდღიურად კი დაახლოებით 3 მილიონ 500,000 ადამიანი გადაკვეთს შიდა საზღვრებს სამუშაოს, სწავლის ან ოჯახის და მეგობრების მონახულების მიზნით. დაახლოებით 1 მილიონ 700,000 კი ცხოვრობს შენგენის ერთ ქვეყანაში, ხოლო მუშაობს მეორეში. ყოველწლიურად შენგენის ზონაში 1 მილიარდ 250 მილიონი ადამიანი მოგზაურობს. ეს კი როგორც ტურიზმზე, ისე კულტურის სექტორზე დადებით გავლენას ახდენს. შენგენის ზონას მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ყველა მოქალაქისა და ბიზნესისთვის. იმ ქვეყნებს, რომლებსაც შენგენის ზონაში გაწევრიანება სურთ, რამდენიმე წინა პირობა უნდა დააკმაყოფილონ. უნდა გამოიყენონ საერთო შენგენის წესები, ეგრეთ წოდებული შენგენის აკი, მათ შორის საზღვრის კონტროლის, სავიზო პოლიტიკის, პოლიციის თანამშრომლობის და პირადი მონაცემების დაცვის საკითხებში. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ გარე საზღვრების კონტროლზე და ერთიანი შენგენის ვიზების გაცემაზე. ეფექტიანად ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხოების მაღალი დონის შესანარჩუნებლად. გამოიყენონ და შეუერთდნენ შენგენის საინფორმაციო სისტემას. შენგენის ზონაში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გაიარონ შეფასების ეტაპიც, რომლებიც განსაზღვრავს თუ რამდენად მზად არიან შენგენის წესების გამოსაყენებლად. მას შემდეგ, რაც შეფასება დაადასტურებს ქვეყნის მზადყოფნას, ყველა სხვა წევრმა სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს გადაწყვეტილება ერთხმად ახალი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ევროპარლამენტის რეკომენდაციებთან ერთად.